კაცი, რომელმაც ასაკსაც თავისი წესები დაუწესა. ალენ დელონი უბრალოდ ლამაზი მსახიობი არ ყოფილა. ის იყო ადამიანი, რომლის სახემაც შექმნა მთელი ეპოქა. მაგრამ საინტერესოა, რომ მისი ცხოვრება საერთოდ არ ჰგავდა მომავალი კინოლეგენდის ცხოვრებას. დელონი რთული ქცევის გამო სკოლიდან არაერთხელ გააგდეს. შემდეგ კი საფრანგეთის საზღვაო ძალებში მსახურობდა და ინდოჩინეთშიც აღმოჩნდა, საიდანაც დისციპლინარული დარღვევების გამო დაითხოვეს. კინოსთვის მას არც განათლება ჰქონდა და არც მკაფიო გეგმა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც კამერის წინ აღმოჩნდა. 1960 წელს გამოვიდა ფილმი სრული მზე, სადაც დელონმა მომხიბვლელი, დახვეწილი და საშიში ახალგაზრდა კაცი ითამაშა. იმავე წელს როკო და მისი ძმები გამოვიდა და დელონმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ ლამაზი სახე არ იყო. შემდეგ კი გადაიღეს ფილმში სამურაი. დელონმა თითქმის უსიტყვოდ შექმნა ჯებ კოსტელოს პერსონაჟი, ელეგანტური, ცივი და საშიში დაქირავებული მკვლელი. ეს სახე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დელონის ეკრანული იმიჯი სამუდამოდ შეცვალა. მის გვერდით იდგნენ ევროპული კინოს უდიდესი სახელები: ლუკინო ვისკონტი, ჟან-პიერ მელვილი, ჟან-პოლ ბელმონდო და სხვები. მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესო იყო. რომი შნაიდერთან მისი სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა. მაგრამ ამ ურთიერთობის კვალი მთელი ცხოვრება გაჰყვა. დელონმა ჰოლივუდშიც სცადა ბედი, თუმცა საბოლოოდ მისი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ევროპულ კინოს უკავშირდება. 2009 წელს, 83 წლის ასაკში, მას კანის კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს. და მაშინაც კი, როდესაც მისი კარიერა დასრულებული იყო, ახალგაზრდა დელონის სახე კვლავ რჩებოდა მილიონობით ადამიანის მეხსიერებაში. 2024 წელს ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მილიონობით ადამიანის მზერის ცენტრში იყო, საბოლოოდ მშვიდად, კამერებისა და ხმაურისგან შორს დაიკრძალა. შეიძლება ის თავისი თაობის საუკეთესო მსახიობი არ იყო, მაგრამ ის უდავოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შეიძლება ითქვას ლეგენდარული სახე კინოს ისტორიაში. ვრცლად წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.